მე-12 საუკუნე. დრო, როცა საქართველომ არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ გაბატონება დაიწყო. დრო, როცა მეფის დავით აღმაშენებლის გონებამ და გამბედაობამ შეცვალა ქვეყნის ბედი. თურქ-სელჩუკების მიერ წართმეული მიწები ნელ-ნელა უბრუნდებოდა სამშობლოს. ციხე-ქალაქები ერთი მეორის მიყოლებით ეცემოდა, მაგრამ ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მტერი ისევ საქართველოში იყო. და სწორედ ამ დროს მეფემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. ძალა მოიხმო ჩრდილოეთის ველებიდან. ათასობით ყივჩაღი მეომარი გადმოვიდა კავკასიის გადაღმა მხრიდან, საქართველოს სამსახურში ჩასადგომად. მაგრამ შეეძლო კი ქართველ მეფეს დაყრდნობოდა უცხო ტომის ლაშქარს. იქნებ ეს იყო რისკი, რომელიც შესაძლოა ძვირად დაჯდომოდა ქვეყანას. ეს არის ამბავი პოლიტიკური გენიალურობის, სამხედრო ინოვაციის და ამავე დროს ძალიან სახიფათო არჩევანის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სამხედრო ძლიერებას, რომელმაც დიდ გორამდე მიგვიყვანა.